სხვათა შორის დღეს ღამით კამპუსში ვრჩებით. კამპუსში ვრჩებით? ჩვენ თქვენთან ვართ. კარგი, ჩვენთან ხართ. არის. მას რას ვაპირებთ ღამით საღამოს კამპუსში? ჩვენ გამოვიძახებთ ყვავის დედოფალს. რა? ყვავის დედოფალი? კამპუსის დასაცავად დარჩები. ძინებაზე არც კი იფიქროთ. ჩვენც აქ ვრჩებით. გადაწყვეტილია. თავარია ეს კიბე ახლა დროულად გავწმინდოთ, თორემ ყვავის დედოფალი ძალიან მალე ჩამოვა. ახლა ყველამ ხელი უნდა ჩავკიდოთ და სამჯერ ვთქვათ ეს. ყვავის დედოფალო მოდი. ყვავის დედოფალო მოდი. ო, ის უკვე მოვიდა? ყველას გახსოვს დღეს რა დღეა კამპუსში? ჩვეულებრივი დღეა. ჯერ კამპუსში ვიქნებით, შემდეგ კი კალათბურთის ვარჯიში გვექნება. ნაის, 2 კალათბურთის ვარჯიში. ჩვენ ვთქვით, რომ მეც ვარჯიშებდით. მეტი ვარჯიში ნიშნავს მეტ კუნძს, მაგარია. საერთოდ რა ვარჯიშია აქ საუბარი? გადაწყვიტე კალათბურთის ვარჯიშის გამოტოვება, ძმაო. სხვათა შორის დღეს კამპუსში ვრჩებით ღამით. კამპუსში ვრჩებით? კამპუსში ღამით? კი, ყოველ წელს მოზარდები ღამით რჩებიან და იძახებენ ყვავის დედოფალს, წარმოიდგინეთ. ვაუ, ეს მართლაც მაგარია. მე არ მაინტერესებს ჩვენი ვარჯიში. კამპუსში ღამეს გავათანებ. ახლა ჩიფსების, გაზიანი სასმელების და ტკბილეულის მარაგი უნდა შევიძინოთ. ჯანდაბა ბიჭებო, მეშინია ყვავის დედოფლის გამოძახების. შენ ნამდვილი მშიშარა კატა ხარ. ხო და მაშინ წადი სახლში და დაიძინე. ხო და არ დაგავიწყდეს რომ სთხოვო დედას ძილის წინ ზღაპარი წაგიკითხოს. დედა ჩემი დიდი ხანია ძილის წინ ზღაპრებს აღარ მიკითხავს. ვაუ, რა მაგარია, კამპუსში ღამის თევა. მე მახსოვს ეს როგორიც იყო გასულ წელს. საიდან იცი ეს ყველაფერი? ჩვენ ლუზერები არ დაგვიპატიჟია. მე მეგობრებმა მითხრეს ამის შესახებ. ნაის, შენ ჩვენთან ხარ? ჯანდაბა ბიჭებო, არ ვიცი. ძალიან მინდა, მაგრამ თან ძალიან მეშინია. ნაის გუნდიდან ვრიცხავთ. ჩვენს გუნდში მშიშარა კატების ადგილი არ არის. ვინ არის მომხრე ნაისის გუნდიდან გარიცხვი? საბა? შენ ჩვენი გუნდის წევრიც კი არ ხარ, სულელო. კარგი, უნდა წავიდე. კარგი, თქვენთან ვარ. უბრალოდ შევთანხმდეთ, რომ როდესაც ყვავის დედოფალს გამოვიძახებთ, მე კართან დავდგები, კარგი? კარგი, შევთანხმდით. ბიჭებო, უბრალოდ არავის უთხრათ ღამის გათენების შესახებ. ყველაფერი გასაგებია. გამარჯობა ბატონო მაქს. გამარჯობა გოგონებო. რას ფიქრობთ კამპუსში დასუფთავების იდეაზე? ბუჩქებს გავასუფთავებთ. თელს კამპუსში ჭინჭრებს დავთესავთ. შესანიშნავი იდეაა გოგონებო. შეადგინეთ სია ყველა იმ ადამიანისა, ვინც მიიღებს მონაწილეობას. ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. თქვენც კი კამპუსის დევიზი ხომ არ დაგავიწყდეთ? რა თქმა უნდა, არ დამიწყებია. შესანიშნავია, მაშინ გავიმეოროთ. კამპუსი ერთი დიდი ოჯახია. მაქს, ხვალ სამსახურიდან გამიშვებ. სასწრაფო საქმეები მაქვს. კამპუსის გარდა კიდევ რა საქმეები გაქვს? ხვალ აუზში მინდა ცურვა. უკვე ვიყიდე ტივტივები ამისთვის. ოფიცერო ჩაკ, ეს ტივტივები ცოტა პატარა მეჩვენება. ჰაჰა, ვიცი, ბავშვების განყოფილებიდან ავიღე. სუპერ ფასდაკლება იყო. შენ არანაირ აუზზე არ წახვალ ჩაკ, რადგან ხვალ კამპუსის დასუფთავების დღე გვაქვს. ყვავილებს დავრგავთ, ნაგავს დავასუფთავებთ. ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, დაცვის თანამშრომელმაც კი. ძალიან მინდა რა აუზზე წასვლა. ჩაკ, თუ ხვალ აუზზე წახვალ, სამსახურიდან გაგათავისუფლებ, გაიგე? კარგი, აუზის ნაცვლად დასუფთავების დღეზე წავალ. კარგი, წავიდეთ. ჩვენ ახლა უნდა ვუთხრათ ყველა მოზარდს დასუფთავების დღის შესახებ. დედა, გთხოვ, ყველაფერს გამოვასწორებ. გვირდები, დედა არ მინდა იქ წასვლა, კამპუსში დარჩენა მინდა. კარგი დედა, როგორც იტყვი, ჯანდაბა ღმერთო ჩემო. რა თქვა მან? პანსიონში მგზავნიან. ო, ეს საშინელება. გასაგებია ბუშტო, მაგარ შარში ხარ ხვდები? სკოლა პანსიონები ძალიან ცუდია. შენს გარეშეც კარგად ვიცი, რომ ეს რთულია. ნუ იჩენ თავს. კი, ამბობენ, რომ იქ მოზარდებს ტელეფონებს ართმევენ და პიცის ჭამასაც კი უკრძალავენ. და ისიც გავიგე, რომ ყველაზე ურჩ მოზარდებს მთელი დღით სპეციალურ ოთახებში ათავსებენ. საშინელება. ნუ ღელო ბუშტო, ეს სამუდამო არ არის. ისინი გამოგასწორებენ და სრულიად ახალ ადამიანად დაბრუნდები უკან. ადვილია. მადლობა მხარდაჭერისთვის ბიჭებო. ძმაო, ახლა მე ტირილი ძალიან მინდა. ვაუ, მეგობრებო, ახლა ხანს მაგარი რაღაც გავიგებ. თუ საქმე ბუშტს ეხება, ჩვენ ეს უკვე ვიცით. კი, მან ყველაფერი გითხრა. სუკანს პანსიონში აგზავნიან.
ბუშტო, რა უბედურება ქონია, მაგრამ მე უკეთესი ინფორმაცია მაქვს. დღეს კამილის ბანდას კამპუსში ღამის გათევა და ყვავის დედოფლის გამოძახება სურს. ჯანდაბა ყვავის დედოფალი, ის ნამდვილად საშინელია. სახლში ვცადე ყვავის დედოფლის გამოძახება. ის არც კი გამოჩენილა. ყოვლის მცოდნესავით, ნუ იქცევი. ღამის გასათენებლად ხომ არ წავსულიყავით? მე თანახმა ვარ. მე ყოველთვის მინდოდა ყვავის დედოფლის ნახვა. თანახმა ვარ. მეც თქვენთან ვარ. ბუშტო, შენ რა სიტყვი? ბუშტი ვერ შეძლებს ჩვენთან ერთად ღამის გათევას. ვარგის ჩალაგება სჭირდება ახლა მას. მე თქვენთან ერთად მოვდივარ. ეს კამპუსში ყველაზე საშიში გამოსამშტოებელი საღამო იქნება. ლუზერები, ყველაზე საუკეთესოები. ჰალკ, ფანარი მოიტანე? რა თქმა უნდა. ჩიფსები? 2 შეკვრა. ბიჭებო, გასაბერი ლეიბიც მოვიტანე. ნაის, შენ რა, ღამის გათევის დროს დაძინებას აპირებ? ჩვენ შევთანხმდით, რომ მთელი ღამი არ დავიძინებდით. ჯობია საფენები წამოიღო. რა მოხდება, თუ ყვავის დედოფალს დაინახავ და დასველდები? ჰაჰა, სულელური ხუმრობაა. მოიცადეთ, ახლა უცებ წყალი მომინდა. წავიდეთ. გამარჯობა ლორა. გამარჯობა ჰალკ. გოგოებო, გსურთ ჩვენთან ერთად კამპუსში ღამის გათენება? დიახ, ჩვენ ყველა საჭირო ნივთს მოვიტანთ, ჩიფსები, ფანრები, ასევე გასაბერი ლეიბიც. ყოველი შემთხვევისთვის. ნაის, დროზე მოაშორე შენი მატრასი. ჩვენ მას ღამით არ გამოვიყენებთ. გოგოებო, წავიდოდი, მაგრამ მე სიბნელის მეშინია. ოლივია, ნუ ღელავ, ფანარი მაქვს, შემიძლია გავანათო ღამე და შენ აღარ შეგეშინდება სიბნელის. და რას ვაპირებ ჩვენ კამპუსში ღამით? გამოვიძახებთ ყვავის დედოფალს. რა? ყვავის დედოფალი? ნაის, ხუმრობ. გოგოებო, ხუმრობ. ჩვენ უბრალოდ კამპუსში ღამე დროის გასატარებლად ვრჩებით. მას ჩვენთან ხარ თუ არა? ამაზე უნდა დავილაპარაკოთ. კამპუსში ღამის დარჩენა ძალიან მაგარია. ეს ისეთი ამაღელვებელია, კი, თუ ძალიან არ დაბნელდება. რა მოხდება თუ ბენზი გაიგებს რომ ღამით მიც გარეშე წავედი? უბრალოდ არ უთხრა. ლოგიკურია. თქვენ თანახმა ვართ. არის. გოგოებო, უბრალოდ არ დააგვიანოთ. 10 საათზე შევხვდებით. ბატონო მაქს, მოიცადეთ. შესანიშნავი იდეა მაქვს დასუფთავების. ერთი დღე მოვაწყოთ. მენდი, ეს შესანიშნავი იდეაა, მაგრამ ამინამ დაგასტრო და მან ეს დილით შემომთავაზა. რა? მე კამპუსის ადმინისტრატორი ვარ და ეს საკითხები მე უნდა მოვაგვარო და არა ამინამ, გასაგებია? ვიცი რომ შენ კამპუსის ადმინისტრატორი ხარ. სწორედ ამიტომ დაეხმარები მას მოგვარებაში. წადი მაღაზიაში და იყიდე ნაგვის პარკები. მე? ნაგვის პარკები? აი, ჩაკიც მოდის. კამპუსის მცველი. ჩაკ. მენდი, მაქს, რა მოხდა? კამპუსში ხანძარია? დიახ, ხანძარია. მახლა შენი უკანალი ძალიან მაგრად დაიწვება. რატომ, მაქს? იმიტომ რომ სამსახურიდან გაგათავისუფლებ. აღარასოდეს დავიძინებ. მზად ვარ ნებისმიერი სასჯელისთვის. უბრალოდ კამპუსიდან არ გამაგდო, რა გთხოვ? სასჯელისთვის მზად ხარ, არა? მაშინ დღეს ღამით კამპუსის დასაცავად დარჩები და დაძინებაზე არც კი იფიქროთ. ჯანდაბა ისევ გამომიჭირეს, ძილი ახლა აღარასდროს მეღირსება. აქ არავინაა. ეს ნიშნავს, რომ უკვე ყველა წავიდა სახლში. მთავარია არ დაგვიჭირონ, თორემ ყველა სახლში წასვლა მოგვიწევს. ნაის, შეგიძლია უფრო მშვიდად იყო ლეიბით? ჰალკ, შენ თვითონ იყავი უფრო მშვიდად. ვირი ხარ ახლა? ღმერთო ჩემო, ამინა, რატომ არ წახვედი სახლში? რადგან თინეიჯერებისთვის სიას მომზადებ. ხვალ დასუფთავების დღეა და თქვენც აუცილებლად წამოხვალთ. არა გოგოებო, ხვალ ვერ შევძლებთ. დიახ, ჩვენ მძინარე ბუზებივით ვიქნებით. მძინარე ბუზებივით? რატომ? იმიტომ რომ კამპუსში ღამეს ვათანებთ დღეს. მთელი ღამე არ დავიძინებთ, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მე გასაბერი ლეიბით ან წამოვიდე. გასაგებია, ჩვენც აქვრჩებით. ამინა, არა, შენ სახლში წახვალ. როცა დედა ჩვენი მკითხავს თუ სად არის კამელი, ვუპასუხებ რომ ის ღამეს კამპუსში გაათევს მეთქი. კარგი, შენც დარჩები ჩვენთან. არის. ახალი ტანსაცმლით მოვდივარ იქ ღამის გასათევად. ეს ტანსაცმელების წვეულება არ არის. ეს მხოლოდ ღამის თევაა. არ მაინტერესებს. შენ სულელივით იქნები ჩაცმული, როცა ყველა ჩვეულებრივ ტანსაცმელში გამოჩნდება.
სულელებივით თქვენ იქნებით, როცა ყველა ლამაზად იქნება გამოწყობილი. გამარჯობა ჩემო ტკბილო, გამარჯობა ოლივია, გამარჯობა გაბი. გამარჯობა ბენზიკ, გამარჯობა ბიჭებო. გოგონების გასახდელში ვართ, ასე რომ თუ ვინმე დაგვინახავს, უბედურებაში აღმოჩნდებით ასე. ნუ ღელავ დენს, ახლა ვერავინ დაგვინახავს. ლორა, დღეს საღამოს ბოულინგის სათამაშოდ მივდივარ. ბურთებს გავაგორებთ და რამე, ჩვენთან ხართ? არა, დღეს საღამოს ჩვენ სხვა გეგმები გვაქვს ხო? და რა გეგმები გაქვთ ისეთი, ბენსმაც არაფერი იცის? კამპუსში ღამეს გავათენებთ. კამილთან, ჰალკთან, ნაისთან და ფაზლთან ერთად. ჯანტაბა ღმერთო ჩემო, ესე იგი გოგონების გარეშე ვითამაშებთ ბოულინგს? მოიცადე ერთი წუთით, მაცადე. ლორა, რაღაც ვერ გავიგე. რატომ არ დამპატიშე ღამით კამპუსში დასარჩენად? იმიტომ რომ შენ საღამოობით ყოველთვის რაღაცით ხარ დაკავებული. ან მამა შენს მანქანის შეკეთებაში ეხმარები. სწორედ ასეა. ღამის გასათევად ჩვენც მოვდივართ. მორჩა, წერტილი. ბენს დაივიწყე ეს ღამისთევის სისულელე და ჭყვიდან ნუმშლი შენი ბურთებით. მოგუებო, ვინ გთხოვათ ამ ყველაფრის თქმა? მე მართლა მინდოდა დღეს ბოულინგზე წასვლა. მაგრამ რატომ გაბრაზდნენ ასე ისინი? შესანიშნავია, კამპუსში არავინაა, ყველა წავიდა სახლში. მაგარია, თავს ბანკის მძარცველად გრძნობ. ვინ კანკალებს აქ? ეს მე ვარ, მე მეშინია. ჩუმად, ისინი შეგვამჩნევენ ასე. წავიდეთ. შეხედე. ვერ გავიგე, მთელი კამპუსი აქ რატომ არის? მე არავისთვის არაფერი მithქვამს. მაგრამ ვერ ხვდები, რასაკეთებენ აქ კალათბურთელები? მე იმიტომ მოვედი, რომ ჩემი შეყვარებული აქ არის და მის გარეშე ვერძლებ. ჩემი კარამელი. ლუზერებო, რასაკეთებთ აქ? წადით სახლში და დაიძინეთ. არავის დაუპატიშები ხართ თქვენ აქ. ჩვენც გვინდა ყვავის დედოფლის გამოძახება, გაიგეთ? კი, მისი ნახვა მე სულ მინდოდა. კარგი, თანახმავართ. უბრალოდ ჩუმად იყავით, რომ არ დაგვიჭირონ. ლუზერებო, განზე გაიწიეთ. ასე რომ, ვინც ხმას ამოიღებს, ის მაშინვე სახლში წავა. ყვავის დედოფლის გამოსაძახებლად სარკეზე კარი და კიბე უნდა დავხატოთ. პომადა ხომ არ გაქვთ ვინმეს? ბოდიში არ მაქვს. მე მაქვს, ყოველთვის თანდა მაქვს. აი მეგობარო, პომადა. შეიძლება კიბე და კარები მე დავხატო? ძალიან გთხოვთ რა. ყველამ ხელი უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს და სამჯერ ვთქვათ, ყვავის დედოფალო მოდი. მე უნდა წავიდე. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კიბე დროულად წავშალოთ, თორემ ყვავის დედოფალი ჩამოვა, გასაგებია? ჯანდაბა ძმაო, უკვე სუნთქვა მიჭირს. დილან, ვინმე ხომ არ მახჩობს? დენ გაგიჟდი? დედიკო, მთავარია რომ ის არ მოვიდეს აქ. დენ, შეწყვიტე წუწუნი. ყვავის დედოფალო მოდი. ყვავის დედოფალო მოდი. ყვავის დედოფალო მოდი. ის უკვე მოვიდა? ჩაკ? მოიცადე, რაღაც ვერ გავიგე. რასაკეთებთ ყველანი აქ? ყველა სახლში უნდა იყოთ. ჩაკ, დღეს საღამოს ბოულინგზე წასვლა მინდოდა. ბენსმა კი აქ ღამის გასათევად ჩამომათრია. და გაგიჟდი? რაზე ლაპარაკობ? და მოგვიანებით მოგიგوارებ, გაიგე? ახლა ყველანი დიდ სიამოვნებაში ხართ გახვეულები. ხალდილით ყველაფერს ვეთქვი ბატონ მაქს და ის თქვენ მშობლებს კამპუსში დაიბარებს. საინტერესოა, რატომ არ მოვიდა აქამდე ყვავის დედოფალი? ჯანდაბა, სწრაფად გაწმინდე კიბე, სანამ ის ჩამოსულა ახლა.
ესეც ასე. მეგობრებო, მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. და დაელოდეთ ჩვენს ახალ სერიებს. ყველას ნახვამდის!